და ჩვენ ისევ უბრუნდებით ბათუმს, სადაც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი ბრიფინგი უნდა დაიწყოს, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ გააცნობენ მედიას იმ დაგეგმილი პროექტის დეტალებს, რომელსაც ტრამპი საქართველოში ახორციელებს. ბატონებო და ქალბატონებო, ბატონო პრეზიდენტო, Mr. Trump, მე მინდა ძალიან დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ბათუმი Trump Tower-ის პრეზენტაცია და ორი სიტყვით გეტყვით, რომ რა იდეა ქონდა ჩვენ Silk Road Group-ს, როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ გვინდოდა რომ აქ გაგვეკეთებინა ნიუ-იორკული დიდი შენობა, მოგვეტანა ნიუ-იორკული სული აი ამ ადგილას და ასე ვთქვათ ბათუმი გაგვემდიდრებინა ესეთი წარმოდგენით. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვიფიქრეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს არის დონალდ ტრამპი. მაშინ იყო ეს ცოტა უცნაური, ესე ვთქვათ, ბევრს არ ჯეროდა და ჩვენ მინდა დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით თქვა, რომ ეს მოხდა, ეს კაცი ჩვენთან ერთად არის ჩემი პარტნიორი, არის საქართველოს პარტნიორი და დღეს ჩვენ ვდგავართ ერთად და ვაკეთებთ ამ პროექტის პრეზენტაციას. ჩვენ გქონდა სასტუმროში სტუმრებისთვის პრეზენტაცია, აქ იმყოფებიან ინვესტორები, იმყოფებიან ჩვენი პარტნიორები და მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ეს არაფერი არ მოხდებოდა თუ არა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ესე ვთქვათ ძლიერი მოქმედებით, დიდი ხედვით და ეს პროექტი გაკეთდება, ჩვენ დავიწყებთ ამას დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამ პროექტს და ეს იქნება ბათუმის სიმბოლო და ეს იქნება საქართველოს სიმბოლო. ძალიან დიდი მადლობა. მართლაც დიდი მოვლენაა, რომ ჩვენ ვიწყებთ Silk Road ჯგუფი და ტრამპი ერთად იწყებენ ამ დიდი პროექტის განხორციელებას. უკვე წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაო მოსამზადებელი იქნება დასრულებული და გადავალთ მე მშენებლობის აქტიურ სტადიაზე, მაგრამ როგორ იცვლება აქაურობა მთლიანად. აქ წინ იქნება მათი იახტ კლუბი, იმისი ცოტა უკან Royal Caribbean-ი აშენებს მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო კომპანია თავის ახალ პორტს. პირველად შავ ზღვაზე იქნება პორტი ბათუმში და იქნება საქართველოში, არცაც სხვაგან შავ ზღვაზე Royal Caribbean-ი არ შესულა ჯერჯერობით. აქ შენდება რამდენიმე 50 სართულიანი შენობა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები, ნავთობი და გაზი. ის ქვეყნები აშენებენ როგორც წესი ასეთ რაღაცებს. რა არის საქართველოს ფენომენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც არის ამდენ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში, ამდენად რთულ რეგიონში, შენდება ეს სასწაული, ეს საოცრება 21 საუკუნის და ჩამოდიან ასეთი სახელები და ამაზე უფრო დიდი სახელები სოფლიოში ამ სფეროში ნამდვილად არ არსებობს, როგორც დონალდ ტრამპია. მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი. ბათუმის მთავარი რესურსი არის ბათუმელები და აჭარის საზოგადოება. ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, როცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ IFC-მ ახლახან ჩაატარა გამოკითხვა. 75% ქართველი ბიზნესმენების არის კმაყოფილი საინვესტიციო კლიმატით. რამდენიმე პროცენტი არის უკმაყოფილო. ეს არის ძალიან მაღალი ციფრი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი, მაგრამ მთავარი ციფრი იყო აქ, რომ მხოლოდ 0.1% ქონია შეხება რამე სახის კორუფციასთან. ეს იყო 99% ზუსტად 7-8 წლის წინ. აი ეს არის თავარი ცვლილება, რაც მოხდა საქართველოში. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ეხმარება ბიზნესს, რომელიც ქმნის ყველასთვის თანაბარ პირობებს. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ბიძაშვილი და მამიდაშვილი კი არ არის ბიზნესმენი და ძმისშვილი და დისშვილი. არამედ მთლიანად საზოგადოებას ეძლევა შანსი.
საქართველოში არის კანონები, რომელიც იცავს ყველას და საქართველოს აქვს სახელი, რომელიც მიუხედავად ყველა მცდელობისა გარეშე ძალების, რომ ეს სახელი ამ სახელს ძირი გამოუთხარონ, კაშკაშა ვარსკვლავი ხდება თელი რეგიონისთვის განვითარების და უკეთესი მომავლის შეთავაზების. აი ეს არის რაც ხდება საქართველოში. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მართლა დიდი მოვლენა. მე გუშინ ვიყავი ზავრიევის ინსტიტუტში თბილისში და ვნახე ახალი სამშენებლო ინსტიტუტი, რომელიც ამოწმებს შენებლობების ხარისხს და მათ თქვეს, რომ გაზრდილია ბოლოს 3 წელიწადში შეკვეთები 7-ჯერ 8-ჯერ. მარტო ბათუმში შენდება თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი. ბათუმში შენდება იმაზე მეტი, ვიდრე აშენდა მანამდე 150 წლის განმავლობაში. მე ვლაპარაკობ ბოლოს 3 წლის განმავლობაში. არც ერთ ეპოქაში საქართველოს ისტორიაში არ აშენებულა ერთბაშად ამ მოკლე პერიოდში იმდენი და საქართველოს არ არის 200 წლის ისტორიის ქვეყანა, იცით რომ ათეულობით მეტჯერ წლის ქვეყანა არ აშენებულა იმდენი, რამდენი შენდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და რამდენიც განსაკუთრებით აშენდება უახლოეს წლებში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნავთობის და გაზის რესურსების გარეშე. ჩვენი რესურსი არის სხვა. თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი პოლიტიკური სისტემა, კორუფციის არ ქონა, ეფექტური მთავრობა. და ძალიან ნიჭიერი ხალხი. რა თქმა უნდა, ბათუმშიც რომ გახცდე ბევრ კვარტალებს იქით, რა თქმა უნდა, აქვე არის ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვება. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ჭირდება დახმარება და ვისაც ჭირდება ხელგამართვა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ 7 წლის წინ აქ იყო შემოდიოდა 120,000 სულ ვიზიტორი წელიწადში და შარშან ჩამოვიდა თითქმის 2 მილიონი და წელს ნამდვილად გვეყოლება 2 მილიონზე მეტი. ჩემი ვარაუდი არის, რომ უახლოეს 4 წელიწადში აქ ჩამოვა წელიწადში 5 მილიონი მინიმუმ. ეს გახდება არა მხოლოდ შავიზღვისპირეთის ყველაზე მაგარი ქალაქი, რაც იყო ჩვენი ჩანაფიქრი თავიდანვე და ყველა დაგვცილოდა. არამედ აღმოსავლეთ ევროპის და გარშემო რეგიონის ასევე ყველაზე მაგარი ქალაქი. სხვა შემთხვევითი არ არის არსად კონტინენტურ ევროპაში, რა თქმა უნდა ჩვენზე 20-ჯერ დიდი მოსახლეობით თურქეთის გარდა, დონალდ ტრამპს არ აქვს თავისი სახელი მიცემული არც ერთ შენობებში და არ აქვს მონაწილეობა მიღებული არც ერთ საინვესტიციო პროექტში. საქართველოს პირველი ქვეყანა კონტინენტურ ევროპაში. შემთხვევითი არა, მაგალითად თბილისში გაიხსნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ისევ თურქეთის გარეთ მთელ კონტინენტურ ევროპაში. რატო ხდება ეს? საქართველოს კიდევ ერთხელ რომ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვება და ჯერ კიდევ ბევრი გეოპოლიტიკური რისკია. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს აქ მომავალი როგორც რეგიონის შემაკავშირებელს, როგორც ცენტრს ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიების, ჩვენ უკან შენდება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამერიკული, რომელიც იქნება სიმბოლო და რომელიც ეხლა რო შეხედოთ, გაგიკვირდებათ, მაგრამ სექტემბრის ბოლოს იქნება ორჯერ უფრო მაღალი და იქნება დასრულებული და გახსნილი. რატო? იმიტომ რომ ვისაც ღამე არ ეძინა მაგალითად, შეიძლება დარწმუნებული იყო თელი ღამე შენდებოდა. და მე კიდევ თქვათ, რომ ჩვენ ყავს ცუდი მთავრობა, რომელიც ღამღამობით დადის და ძალით აძალებს ხალხს შენებლობას. ჩვენ არ ვაძალებთ, თვითონ აშენებენ. იმიტომ რომ უნდა მოასწრონ. და დიახ, თუ საჭიროა დავაძალებთ ღამეც ააშენონ, იმიტომ რომ ჩვენ გვეჩქარება. და ვარშავ ლომიძეს და ჩვენ ყველას ძალიან ცოტა გვძინავს. და ღამღამობით დავდივართ და ვამოწმევთ, რომ არავინ არ მოსუსტეს და არავინ არ დაჯდეს და არ ჩაიცუცქოს და სიგარეტის წევით დაკავდეს იმის მაგეროთ, რომ ხელი გაანძიოს და ჩვენ ქვეყანა დროზე ააშენოს. ჩვენ არ გვაქვს მუხჩახრის და დასვენების დრო, ჩვენ გვაქვს შენების დრო. სოფლიოს ყველაზე დიდი შენებელი, ყველაზე დიდი დეველოპერი არის ჩამოსული საქართველოში. დონალდ ტრამპი არ მხოლოდ დიდი სახელი, არამედ ეს არის ძალიან დიდი პიროვნება. არსებობენ დიდი სახელები, არსებობენ პიარის პროდუქტები და არსებობენ დიდი პიროვნებები, რომელთაც შეესაბამებიან თავის სახელს. არსებობს ბევრი დიდი სახელი, ეს არის თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ძალიან შეესაბამება თავის სახელს და კიდევ უფრო დიდია ვიდრე თავის სახელი როგორც პიროვნება. და არის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენელი ხედვა ჰქონდა. რეალურად
ახალი ამერიკა არის მისი აშენებული. ამერიკა ახალი ქვეყანაა და როცა ახალ ქვეყანას ახრიდა ვიღაცა აშენებს, ამას დიდი ხედვა უნდა. ჩვენ ძელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენც ახრიდან გვჭირდება აშენება. ამიტომ თუ ვინმეს აქვს დიდი ხედვა ამ სფეროში და თუ ვინმეს ჩამოსვლა სადმე არის პასპორტი საბოლოო ჯამში და ვიზა ქვეყნის წარმატების. თუ ვინმე ზუსტად შეესაბამება ასევე ჩემ ფილოსოფიას, ადამიანს რომელიც მუდმივად რისკზე ბედავს, არ უჯერებს არავის, არ უჯერებს პესიმისტებს. ადამიანი რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და ბევრჯერ გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დამთავრებულია და ყოველთვის დაბრუნდა უკან, რომელიც რამდენჯერმე დაკარგა ბევრი რაღაცა და ხელახლა აინაზღაურა და ბევრად მეტი მიიღო და რომელიც ზუსტად იცის რა უნდა და არაფერს კი წინაშე არ გაჩერდება, რომ მიიღოს ის რაც უნდა. ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი და მიღწევებია. ჩვენ ბოლო 2 დღე გავატარეთ ერთად, ეს ჩემთვის იყო მართლა საინტერესო გამოცდილება ძალიან დიდი, იმიტომ რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი დიდი მოღვაწე. ამიტომ მე მინდა მას გადავწე სიტყვა და მე მინდა თქვა, რომ ჩვენ უახლოეს თვეებში, როცა ყველაფერი მორჩება აქ, ვიწყებ ამის დიდ შენებლობას, მაგრამ უნდა თქვა, რომ გარშემოც ყველაფერი შენდება. ჩვენ ვაგრძელებთ ასგვარად ამის შენებლობას. და ჩვენ ვაქცევთ ამ ქალაქს, როგორ თქვი, შავი ზღვის სინგაპურად, ან სინგაპურზე უფრო მაგარ ადგილად. ყველაზე მაგარ ადგილად. ყველაზე მეტი სიმდიდრით, ყველაზე უფრო წელში გამართული ოჯახებით. ყველაზე უფრო მაგარი მომავლით იმ ბავშვებისთვის, რომელიც გარშემო სკოლებში და საბავშვო ბაღებში იზრდებიან და ახლა იბადებიან. ეს არის არა მხოლოდ ჩემი ამბიცია და რა თქმა უნდა ეს არის ჩემი ტრაბახი, ეს არის ჩვენი რეალისტური გეგმა. და დონალდ ტრამპის აკოფნა ამის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია პირადად ჩემთვის. მადლობა. Well, thank you very much, Mr. President. It's an honor to be here. It will be something very special. I have to start by congratulating George and your entire team because I've gotten to know George very well over the last year, and he just doesn't stop. He wants to make this special. He wants to make it great, and that's why with Michael Cohen and my entire staff, we decided to go forward, and we're really looking forward to it, and it's becoming even greater than we thought. And John, architecturally, you and your staff have been amazing. But we will all admit, George and John, that the most amazing of all is the job the president has done in Georgia. It's such an honor. And for the people that live in Georgia, you probably may... და ის ხალხი, ვინც ცხოვრობს აქ, ალბათ არის ამ ყველაფრის მომსწრე და ეს ყველაფერი ავტომატურად კეთდება თქვენთვის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ სოფლიოს გარეთ ყველა ლაპარაკობს საქართველოზე იმ სერიოზულ ჯადოსნურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც აქ ხდება და ყველა ლაპარაკობს თქვენ პრეზიდენტზე, ბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგილოცოთ, თქვენ ხარ დიდი ადამიანი, ამ რეგიონის გარეთ ყველა ლაპარაკობს თქვენზე. სწორედ ამიტომ ჩემთვის ეს დიდი პატივია და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ჩამოვალ აქ, ჩვენ ბრწყინვალედ რო გავატარეთ, ძალიან ბევრი აქტივობის მომსწრე ვიყავი და მე ალბათ ბევრჯერ ჩამოვალ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება მართლა განსაკუთრებული გამოცდილება, ჯონი, გიორგი და ყველა. მინდა ყველას მოულოცე, მაგრამ განსაკუთრებით ბატონ პრეზიდენტს მინდა მოულოცე და იმედია მალე შევხვდები. დიდი მადლობა ყველას.
ეს იყო ბათუმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მათ კიდევ ერთხელ გააცნეს მედიას პროექტის ის დეტალები, რომელსაც საქართველოში ტრამპი ახორციელებს. ზღვისპირა ქალაქში ტრამპ თავერის პროექტის პრეზენტაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. უძრავი ქონების ცნობილი მაგნატის ინვესტიციებით ევროპაში ეს ერთადერთი პროექტია. ტრამპის პირველი მსხვილი ინვესტიცია აჭარის რეგიონში ცათამჯენის მშენებლობაში იდება. ტერიტორია, რომელმაც განახლებული სახე უნდა მიიღოს 160,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ბათუმის რედისონსა და პორტ შორის 45 სართულიანი ცათამჯენი აშენდება. ბათუმი თაუერი მულტიფუნქციური ულტრათარამედროვე კომპლექსი იქნება. ბათუმი თაუერის დაპროექტებისას ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა გაითვალისწინა ზღვისპირა ქალაქის კლიმატური პირობები და ძირითადი აქცენტი პროექტის შექმნისას ხედებზე გაკეთდა. ბათუმი რივიერას ჩრდილოეთით ზღვის, სამხრეთით კი ქალაქის ხედი გადაიშლება. ტრამპ თაუერის სახურაზე ბედფრენის დასაჯდომი ადგილიც იქნება. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულებული იქნება. ტრამპ თაუერის წინ იახტ-კლუბი ამოქმედება. ასევე საქართველოში შემოდის მსოფლიოში უდიდესი საკრუიზო კომპანია როიალ კარიბიანი და პირველად შავ ზღვაზე კომპანია საკუთარ პორტს ააშენებს. აქვე იქნება თანამედროვე სტანდარტების 50 სართულიანი შენობები. მეორე ეტაპზე კი იგეგმება ექსკლუზიური საზღვაო სოფლის მშენებლობა, რომელიც ბათუმის პორტს და ხმელეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. და მოეწყობა იახტ-კლუბი და სპეციალური ზონა ფეხით მოსიარულეთათვის.